ბატონი კოინერი წერს ბერტოლდ ბრეხტი, კაცი გონიერი და ჭკვიანი. ერთ დღეს კითხულობს რაღაცა ლექციას, რომლის მთავარი თემა არის ძალადობის განკიქება. ძალადობის წინააღმდეგ ელაპარაკება თავის სტუდენტებს. ამ დროს მან დაინახა, რომ ეს მოთხრობაც იგავურია, ესეც მინდა რომ თქვა, დაინახა, რომ მისი მსმენელები ნელ-ნელა უკან იხევენ. და სახეზე შეშფოთება აწერიათ. ეს მიხვდა, რომ მის ზურგს უკან რაღაცა ხდება. მოიხედა და დაინახა, რომ უკან დგას ძალადობა. არ არის აქ ნათქვამი, რა სახით დგას. აჩრდილია, კაცსახოვანია რამ თუ სხვა ასეთი. მოკლედ ძალადობა დგას და ამას ეკითხება, რომ რაზე ლაპარაკობდიო შენო. ამას შეეშინდა და უთხრა, მე ვლაპარაკობდი ძალადობის სასარგებლოდ. კარგი ვერმა და წავიდა. და როდესაც ის მოუტრიალდა თავის სტუდენტებს და მივიდა მათთან, იმათ ცოტა გაეცინათ და კითხეს, რომ რა არის მიზეზი შენი ასეთი უპრინციპობის, ჩვენ წეღან სხვა რამეს გველაპარაკებოდი და იმას სხვა უპასუხე. ახლა უნდა ვახსენოთ, რომ ნებისმიერ პატარა თუ დიდ ტექსტში არსებობს ეგრეთ წოდებული საკვანძო ფრაზები, რომლებსაც მოაქვთ მთავარი სათქმელი ან მთავარი სათქმელები. აი საკვანძო ფრაზა სწორედ აქ არის ამ მოთხრობაში. დიახ, მე, ამბობს ბატონი კოინერი, მე არავის მივცემ უფლებას, რომ შებღალონ ჩემი რწმენა. მე უფრო დიდხანს უნდა ვიცოცხლო, ვიდრე ძალადობამო. აქ პირველი მონაკვეთი მთავრდება და იწყება მეორე. ამ მეორე მონაკვეთში ბატონი კოინერი თავისი ამ ფრაზის დასადასტურებლად ჩვენ გვიყვება ვინმე ბატონი ეგეს ამბავს. ერთ დღეს ჯაშუშობის ხანაში წერს ბერტოლდ ბრეხტი და ამ ხედველობაში აქვს 30-იანი წლების დასაწყისი გერმანიაში, როდესაც იქ ადოლფ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ჯაშუშობის დროს ბატონ ეგესთან მოვიდა ერთი აგენტი, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ხელში ეწირა ქაღალდი, რომელსაც ხელს აწერდნენ ქალაქის მესვეურები და ამ ქაღალდზე ეწერა, რომ ამ აგენტს აქვს უფლება შევიდეს ნებისმიერ ოჯახში და მოიქცეს ისე, როგორც მას გაეხარდება და ყველა ვალდებულია, რომ მას ემსახუროს. ადვილი გასაგები აქ, რაც იგულისხმება, სახელმწიფო კი ჩვენ შევქმნით ადამიანებმა, მაგრამ ამ სახელმწიფოს აქვს მიდრეკილება, რომ გაგვიბატონდეს ჩვენა და ადამიანი წარმოადგინოს არა მიზნად, არამედ საშუალებად. იმანუელ კანტის ცნობილი ფრაზა არსებობს ასეთი, რომ ყველა ადამიანი არის მიზანი და არა საშუალება სხვა ადამიანთა მიზნების მისაღწევად. ხანდახან ის სხვა ადამიანები საკუთარ ეგოისტურ ზრახვებს სახელმწიფო ინტერესებად მონათლავენ ხოლმე. მოკლედ, მე უფრო მეტ ვლაპარაკობ ახლა, ვიდრე ბერტოლდ ბრეხტი წერდა ამ მოთხრობას, მაგრამ ვცდილობ, რომ ზოგიერთ რამეს ცოტა უფრო ღრმად შევხედოთ, რომ აღვიქვათ, რის თქმა სურდა ბერტოლდ ბრეხტს. მოკლედ, მოვიდა ეს აგენტი, ამან მიიღო ცხადია, სუფრა გაუშალა, კარგად დაანაყრდა იმან, ისე ამოვიდა მშვენივრად. მერე შხაპი მიიღო, მერე წამოწვა. და კედლისკენ გადაბრუნებულმა, ისე რომ ამას არც უყურებს ამ ბატონ ეგეს, ჰკითხა, იქნები ჩემი მსახური? ამას არაფერი უპასუხია, ბუზები მოუგერია, ცდილობდა, რომ ესე სიმშვიდე დაეცვა და ასე ემსახურებოდა, იცით რამდენ ხანს? 7 წლის განმავლობაში. 7 წლის შემდეგ ამდენი პატივისცემით ეს გათქვირებული აგენტი საბოლოოდ მიიცვალაო, ამბობს ბერტოლდ ბრეხტი და ამთავრებს ამ თავის მინიატურას შემდეგი ამბით. ბატონმა ეგემ ეს აგენტი ჭუჭყიან ზეწარში გაახვია, გარეთ გაათრია, აი ამ სიტყვას იღენებს ბერტოლდ ბრეხტი, გადააგდო სანაგვეზე და უპასუხა არა. აი რა არის, როგორი იგავურია ეს მინიატურა. კითხვის დასმიდან პასუხის გაცემამდე გადის 7 წელიწადი. ახლა უნდა შეგახსენოთ მე თქვენ ის ფრაზაც, რომლის დასტურადაც ბატონმა კოინერმა ეს ამბავი გაიხსენა.
დიახ, მე უფრო დიდხანს უნდა ვიცოცხლო ვიდრე ძალადობამ და მანამდე თქვა მე არავის შევაბღალინებ ჩემს პრინციპებსო. რა უცნაური ამბავია რა. ვინ არიან ესენი? ბატონი კოინერი და ბატონი ეგე. პატივსაცემი ხალხია ესა. ამ კითხვას რო ვსვამ, ძალიან ხშირად პასუხობენ, რომ ეს ვინ არიან ეს ადამიანები საერთოდ? როგორ შეიძლება ადამიანი არ გაუფრთხილდეს თავის ღირსებას აი აგრერიგად, როგორც ესენი არ უფრთხილდებიან. ესენი არიან ზიზღის ღირსნი. კარგი, მოდი ჩვენც გავყეთ ამ ლოგიკას. თუ ბერტოლტ ბრეხტი, საქვეყნოდ ცნობილი მწერალი, ასეთი მიამიტია, რომ ასეთი მარტივი აზრის გამოსახატად დრო დახარჯა. ეს რო კარგად დავინახოთ, მოდი ჩვენ გავიხსენოთ ეკლესიასტეს წიგნი. ფიქრი ხომ მრავალფეროვანია ძალიან, მრავალწახნაგოვანია. ბევრი ძაფი აკავშირებს ბევრ დროსთან და ბევრ სივრცესთან. იქიდან ხანდახან ანკეს თევზი ამოჰყვება ხოლმე. ეკლესიასტეს წიგნში ბევრ საინტერესო რაღაცაზე არის ლაპარაკი. ყველაზე პოპულარული ამბავი ის არის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის ამაოება, ამაოთა, ყოველივე ამაო. ეს ყველას გვახსოვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიასტეს წიგნი ჩვენ გვეუბნება, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის ჟამი სიყვარულის და არის ჟამი სიძულვილის. არის ჟამი მშვიდობის და არის ჟამი ბრძოლის. არის ჟამი, დაგვირდით ამას, არის ჟამი ქვათა შეკრების და არის ჟამი ქვათა სროლის. ქვათა შეკრება ალბათ ქვია მომზადებას, მოქმედებისთვის. და ქვათა სროლა არის მოქმედება. ის ვინც შესატყვისობის პრინციპს ღალატობს და ქვათა შეკრების დროს ქვების სროლას იწყებს, ის განწირულია იმისთვის, რომ დამარცხდეს. ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გაიმარჯვოს. ჩვენ მივდივართ ნელ-ნელა ასეთ აზრამდე, რომ თუ შენ არ მოემზადე, ისე წააგებ. ვინ არის ეს ბატონი კოინერი? ახლა შეიძლება ამ ეკლესიასტეს ამბის გახსენების შემდეგ ცოტა სხვაგვარად წავიკითხოთ მისი ფრაზა. დიახ, მე უფრო დიდხანს უნდა ვიცოცხლო ვიდრე ძალადობამ. ნუ თუ ღირსებას ადამიანისას არ შეურაცხყოფს პრინციპთა შინაგანი შენარჩუნება. უფრო დავაზუსტოთ კიდე. ნუ თუ მოთმინება ის თვისებაა, რომელიც ადამიანს შეიძლება ძალიან დადებითად ახასიათებდეს. ახლა მოდი კიდე ერთი რამ ვიკითხოთ ჩვენ. ბატონ ეგეს ის აგენტი სახლში რომ არ შეეშვა, რა მოხდებოდა? რაც ჩვეულებრივად ხდებოდა ასეთ საზოგადოებაში და ასეთ ქვეყნებში. გერმანიაშიც, ნაცისტურ გერმანიაშიც ასეთი რამე ხშირად მომხდარა. თუმცა ისინი უბადროგ მოწაფეებადაც არ გამოადგენდნენ ხანდახან საბჭოთა ანალოგიურ ტიპებს, რომლებსაც ხელი არ აუკანკავდებოდათ, რომ კედელთან მიაყენებინათ ვინც გნებავთ ისა. და რა მოხდებოდა? დამთავრდებოდა ცხოვრება, დამთავრდებოდა სიცოცხლე და მოხდებოდა ის, რომ ამ ამბავს ჩვენ დავარქმევდით წაგებას. ადამიანი რისთვის ცხოვრობს? წაგებისთვის თუ გამარჯვებებისთვის? ჩვენი სიბრძნე, ჩვენი მოქმედების ლოგიკა, რას უნდა ითვალისწინებდეს, რას უნდა ეფუძნებოდეს, რომ გავიმარჯვოთ თუ რომ გმირულად შევეწიროთ რამეს, რასაც გნებავთ იმას. აი, ჩემი მოსწავლეები ხანდახან იხსენებენ ხოლმე ჩვენთვის ცნობილ სიტყვებს, რა, ჯობს, სიცოცხლესა, აზრახსა და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა მართებული ამბავია, თუმცა დავაზუსტებ კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ვითარებაში. ის ვინც მუდმივად ემოციურად შეხედავს ამ ამბავს და იტყვის, რომ მე ყოველთვის უნდა მოვკვდე, როდესაც ღირსებას ვიცავ, შეიძლება ეს ძალიან პრობლემატური ამბავი იყოს ადამიანისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სილაჩრე წავაქეზოთ. აბსოლუტურად არ ნიშნავს ამას. ზოგჯერ მოთმინებას, გაძლებას, არანაკლები გმირობა სჭირდება, ვიდრე თავის გაწირვას. აი ამ მომენტებს ეხება ბერტოლტ ბრეხტი